ბავშვებო, უმრებო, დღეს ჩვენ ინტეგრირებული გაკვეთილი გვაქვს ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაში. გეგმა გაკვეთილისა თვალსაჩინოა სამეგამოწმე არ ქართულ ლიტერატურაში ჩვენ გავიგეთ აკაკი წერეთლის პოემა თორნიკე ერისთავის პირველი კარგი მოგეტანა ხეშტყე ისტორია მეათე საუკუნე ბიზანტია პაულადის სამეფოს ურთიერთობა. აი ესეთი ინტეგრირება. ბავშვებო, თქვენთან პირველად წარდება ინტეგრირებული გაკვეთილი სპეციალურად მინდოდა თქვენ კლასში ამის ჩატარება. ჯერა რომ ძალიან საინტერესო იქნება და ყველანი აქტიურად ჩაებმებით, მე იმედი მაქვს თქვენი რომ გაკვეთილი კარგად ჩაიგდეს და ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. ეხლა მითხარით თქვენ მე წერია პოემა თორნიკე ერისთავის. პოემა ნიშნავს ფასიშის პოემა. პოემა არის ლექსად დაწერილი სიმღერის მქონე და როგორი ჟანრის პოემები არსებობს? აბა მithos. ჩქარა, ხელები საქმეების როზე? ჟანრი, რომელი ჟანრის ნაწარმოები ისინი პოემები არსებობს? ხახჩი. ისტორიული ჟანრი, კიდე საფრთხილო. და ასე შემდეგ და თქვენ არანაირი პოემა არის, შეხავშებო, არა, არანაირი პოემა. ან გასწავლი, ან რაღაცა ვერხის წავსები აქვს გასწავლი. კი ბატონო. იმეს ხომ არ აქვს საკითხული და პოემა. აბა, შეიძლება. სტუმარ მას მიდე ოჩაკეს როჟას შესანიშნავი პოემა და თუ შენ ასაკში საკითხული და შეგასწავლე გამზრდე, გადასწავლე, კარგი ბავშვები. ანუ თორნიკე ერისთავი ეს აქვს. დიმა, ადეფიშვილი, ამომიხარი შენ, ვისი დაწერილია თორნიკე ერისთავი? ვინ დაწერია? ხო. კიდე. აკაკი წერეთელმა ყოჩა, ძალიან ყოჩანი და კაცი მიხარ. აკაკი წერეთელმა დაწერა. ეხლა მითხარით თუ იცი თქვენ ვინ არის თორნიკე ერისთავი? მე მგონი პირველი კარტება გაგებოთ. ვინ არის თორნიკე ერისთავი? მიხარი თემო. ავარ სარდალი იყო და რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა? მეათე საუკუნეში, ბატონო. და მეფე ვინ იყო? თორნიკე როცა მოღვაწეობდა მაშინ. ვინ იყო? მარი. მეფე იყო დავით მესამე ყურა. დავით მესამე ყურა. კარგი, რახან ზიავასაულებმა უკვე საუკუნეში ხო? დავიწყოთ მეათე საუკუნის პერიოდი მიმოვიხილოთ ბავშვებო და დავაკეთოთ ასეთი ჯგუფური მუშაობა. ძალიან მაინტერესებს, სანამ ჯგუფებად დავიყოფი, ფაქტურად დაყოფილი ვარ, მაინტერესებს მეათე საუკუნეში საქართველოს საშინაო ისტორიული ვითარება როგორი იყო? აბა ვიგნით. თამაზაშვილი სამთავრობად იყო დაყოფილი. სამეფო სამთავრობად იყო დაყოფილი. ძალიან კარგი. აბა საგარეო მეზობელი დასავლეთით რომელი ხალხოდა აბა ბიზანტიის იმპერია. და ზუსტად ჩვენ ჯგუფური სამუშაო ნამდვილად არ ვიცით ვის რომელი შედგებათ. აქ ერთად დავყავ და დავიწყოთ ზუსტად ჩვენი ჯგუფური სამუშაოს მიზანი ის არის რომ გავეცნოთ სამეფო სამთავროებს. არ ვიცით რომელ სამეფო სამთავრო შექმნება თქვენ. თქვენი მიზანია აღმოაჩინოთ რუკაზე სამეფო სამთავრო არგუმენტირებულად დამისაგუწოთ თუ რატომ არის ეს სამეფო სამთავრო, რომელ საზღვრებშია და ამიტომ სამეფო სამთავროს ცენტრიც მიანიშნოთ. შესაბამისად აი ორი წუთი გექნებათ. ორი წუთი ჯგუფებში სამუშაო. ზიამასაკე დაინიშნებს ძირფებს. და თვითონ დაგირიგებდი ეს კიდე თვითონ ტიტერი. ვიცი რომელზეც უნდა დაწეროთ სამეფო სამთავროს სახელი. შესაბამი სამეფო სამთავროს.
განვიხილეთ ჯგუფში. Давайте чим-чим планета. რომელიც ჯგუფი დროზიაზე დაამთავრებს, შეუძლია ხელი აწიოს. მოემზადეთ. პირველი თქვენ დამოყვა. ჯგუფი უკვე მზად არის. დაუჩქარეთ მოშობო. დროის უღებო. დავამთავროთ მუშაობა, სწორედ რა მოიწოდა. ანუ ჯგუფებმა ეხლა პირდაპირ ამოარჩიეთ თქვენი პრეზენტატორები, ანუ ჯგუფის ლიდერები და რუკასთან გთხოვთ. უსმენთ ძალიან ხოლმე ყველანი ახლა და რუკაზე რუკასთან მარჯვენა მხარეს რა თქმა უნდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ წარმოდგენილი წაიკითხე სათავე რა გასაკეთებია. სათავე არა. უნდა ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ წარმოდგენილი მასალების შეთანხმებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ ლაპარაკია აფხაზთა სამეფოზე. რადგან სწორედ ის დაარსდა მერვე საუკუნის ბოლოს, მისი ტერიტორია შავ-ზღვის სანაპიროდან აღმოსავლეთის ნიშნამდე ვრცელდებოდა. ჩრდილოეთით ნიკოფსია, სამხრეთით კი მდინარე ჭოროხის ხეობამდე. მისი დედაქალაქი იყო ქუთაისი. ბავშვებო, ეთანხმებით თუ არა, რომ ეს არის საფრანგეთის სამთავრო, ხო? ანუ ჩრდილოეთით ნიკოფსია, აღმოსავლეთით ლიხის ქედი, ხოლო სამხრეთით კი ჭოროხის და სათავე. ესე იგი ეს არის აფხაზეთის სამთავრო, ხო? ანუ არგუმენტირებული შეჯერება მიღებულია ხოჩა პირველი ჯგუფი, დიდი მადლობა. შემდეგი ვინ მორჩათ? იქეთ ვინ მორჩათ, დიდი თორემ დავუშვათ. მოვაყროს შემოშევის შედეგად არის სამოქალაქო ტერიტორიაზე და ადმინისტრაციული ცენტრი არის თბილისი. ანუ ეს იყო თბილისის საამირო. პატრიარქ ეს იყო ქართლის საერისაო, მაგრამ მურვანყოს ლაშქრობის შედეგად გამოეყო თბილისის საამირო. ეს შემდგომში დავიწროვდა უკვე ამირას უფლებების შეზღუდვის შემდგომლიანად თბილისის საამიროს. შემდეგ დავიწროვდა. დიდი მადლობა. შემდეგი ჯგუფი ნინო. ჩვენმა ჯგუფმა იმშელა და ესე იგი მერვე საუკუნის ბოლოს დამოუკიდებელი სამთავრო ქართლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შეიქმნა. მერვე საუკუნის 70 წლებში წანარეთი აჯანყდნენ და არაბებმა მათი დამხმარე ძალის გამოყენებით შეძლეს მათი დამარცხება. ჩვენმა ჯგუფმა იმშელა ამასთან დაკავშირებით და ეს არის კახეთის სამთავრო. აბა წანარეთი მანახე ცენტრი არის ციანი. წანარეთი მანახე დიდი მადლობა. მე მგონი სწორედ იყო აღმოჩენილი, ფაქტობრივად არგუმენტირებული მსჯელობაც სწორი იყო. შემდეგი ჯგუფები არ მომჩენილათ? აბიცე თქვენი ჯგუფი? ისმენთ. იმშერი? ჩვენი ინფორმაციით მას და აქაც ეცერა აუდიტორიისკენ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო დაუკრაჯით იმას, რადგან იგი სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. სამხრეთ-დასავლეთში.
ბატონო. იგი დაარსდა მე-7 საუკუნეებში და მისი ცენტრი იყო არტანუში. არტანუში, ესე იგი, რა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოშია, თქვენ ჩათვალოთ, ეს არის რა კალკულატორი თავისი ცენტრით არტანუში. იბაძი, დიდი მადლობა. ისმენთ შემდეგი ჯგუფი. არგუმენტირებულად დავისაუბრე, რატომ ჩათვალა ფრენეთია? წაიგეთ, ტექსტში რა იყო მოცემული თქვენთან? სამხრეთ-დასავლეთით? ეს არის მდინარე მკრავდე ვრცელდებოდა, ხო, მერე? ჩრდილო-აღმოსავლეთით, მეკითხე? აღმოსავლეთით ყავს კაცი. პრისა და იორის ალაზნის შესართავი, ესე იგი უკიდურეს სამხრეთის წერტილი და უკიდურესი აღმოსავლეთ ნაწილი. ესე იგი რომელი სამეფოა? ეს სამეფოა. რა უკვე? ეს არ მეყურება. მომეც ეს. მაინც გამორიცხვის მეთოდით გავიგეთ, ხო? ესე იგი უკვე გავიგეთ ბავშვებო, ჩვენი ჯგუფური მუშაობის შედეგად თუ რამდენ სამეფო სამთავროს იყო დაყოფილი საქართველო მე-10 საუკუნეში უკვე ბოლოს, ხო? დავთვალოთ აბა რამდენი სამეფო სამთავროა ტაო-კლარჯეთის, აზეთის, კახეთის, ჰერეთის და თბილისის საამირო, ხოლო გამოყოფილი ქართლის საერისთავო. რამდენი გაკვეთილის თემიდან გამომდინარე, თქვენ უკვე მომზადებული გაქვთ ქართულში თორნიკე ერისთავის პირველი კარი. მაინტერესებს დიტო, სად ვითარდება სიტუაცია? რომელ მხარეში აბა რუკაზე და დიტო განახერხეთ? აბა კლასი, რომელ მხარეში ვითარდება სიტუაცია? აი ეს არის ტაო-კლარჯეთი, ხო? ფაქტურად დიტო იცის უკვე რომელ სამეფო სამთავროსთან აქვს რომელ სამეფო სამთავროში ვითარდება სიუჟეტი თორნიკე ერისთავში. დავიწყოთ ახლა პირველი კარის შესავალი ნაწილი. ანუ ჩვენ ბავშვებო ვიცით რომ თორნიკე ერისთავი 4 კარისაგან შედგება, მაგრამ ამას წინ რუწყვის შესავალი ნაწილი. მე თქვენ დავალებული გქონდათ რომ ზეპირად უნდა გესწავლოთ ეს შესავალი და აბა რომელი წარმოგითხავს ზეპირად. აბა მარი. ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა, დაამცაზე ვარსკვლავები, ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარკვლავები, ვინ მოგვითხროს მათი საქმე, უთვალავი საგმირონი, და ან მათზე გადმოსული მადლი ღვთისა და მირონი. ნაშთი ძველი დიდების არ გამქრალა ჯერაც ყველა, დღესაც მისი შარავანძით ნიშნად გვაძლევს ისარწყერა. შვიდ სამთავროს მოგვაგონებს მოელვარე შვიდ ფერი და გვამღერებს არ მომკვდარა, გაიღვიძებს ისევერი. ამიმედით ფთაშას ხმულნი ჩვენი გულით სიამისგერს, დაუცნება ლაჟვარდ ფერად წარმოგვიდგენს ქართლის აერს. წარსულ ნერვზე ახალ ნამყრის ვეყროდებით შეხორცებას, მით ვიქარვებთ ყონაღველს და ვეძლევით აღტაცებას. მე მომიზადეთ ბავშვებო შვიდ სამთავროს მოგვაგონებს მოელვარე შვიდ ფერი პატარა პრეზენტაცია, როგორც ვთქვით, პოემა ადამიანთა ეთერში, ეს ფრაზები ძალიან კარგად ჟღერს და ამიტომ ესე იგი ქართველთა კოსმოგონიის სამყაროში არსებობდა ამოსავალი წერტილი, არა თვით ნათელი, არამედ სავანე სინათლისა. და 7 ნათობი კრავდა ზეციურ კაბადონ და სწორედ ამიტომ ფარნავაზ მეფე, რომელიც იყო პირველი გაერთიანებული საქართველოს მეფე, საქართველოს დაყო 7 სამთავრო, ხოლო თითოეული სამთავროს თითოეული ნათობი იყო ფარველი თარველი. ესე იგი ღმერთის სამყოფელის ამ მისტიურ სავანეს სიმბოლურად გამოხატავდა 7 ნათობი. როგორც ვიცით, ერთ წრეში ჩახატული არის ბავშვებო საქართველოს ფარველი წმინდა ღვთაება წმინდა გიორგის წრეზე ამხედრებული, ხოლო უკრა 7 ვარსკვლავი, რაც ერთ წრეში მოგვაგონებს საქართველოს ერთიანობას და მთლიანობას.
ესე იგი, ეს 7 ვარსკვლავის სათითაო თითო არის ციური მნათობი. ერთი ეს არის მთვარე, მეორე ჯუმა, ცისკარი, მარიხი, დია, ზუალი და მეშვიდე ეს არის არდი, ანუ მზე. აქედან წამოვიდა ზუსტად ქართულ ენაში სიტყვები, რახან 7. ჩვენ ვიცით, თამარ 7 ნათობიერი, 7 საამთავრო, 7 დაყოფილი მიწერი, ანუ მე7, შვიდობა, ავსარ ბოლოსაკელი. და ისტორიამაც ზუსტად საერთო, რომელიც როცა ეს ერთობა უხევი იყო და ღირსეული მშვიდობას უხევდა საქართველოში, სადამიწა ერთად იყო და ქართველებისთვის ყველა ქართლის საამთავროს ერთად ყოფნა მშვიდობის უზრუნველყოფად აღიქმებოდა და მშვიდობის გარანტია. აი ზუსტად ეს არის საქართველოს გერბი, ხოლო შემდეგ უკვე 7 ვარსკვლავი 1919-21 წლებში დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოსი. ეს პატარა მცირე ისტორია, რაც რიცხვზე და 7 სამთავროზე მოგვაყენებს. შემდეგ გამოგიჩნდეთ მზია მასალები ხო თქვენია? დავალეთ, არა უშავს. ასეთი აქტივობა უნდა გავაკეთოთ, ხა ბავშვებს დავიწერია მონიტორზე. თითოეულ ჯგუფმა უნდა დახატოს ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ორივე ხელი, ერთი ხელისუფლების დააწეროს რა გაიგეს ყველა პოლიტიკის თავზე მნიშვნელოვანი საქართველოს შესახებ, მეორე ხელისუფლების დააწეროს რა თვისებები წარმოიქმნება პოლიტიკის თავი ანუ კონკრეტული თავი. აი ამათია 10 წუთი გავბავშვები და 10 წუთი ჩაერთო. ესე იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის საქართველოს ისტორია და ეს მოხდა პოლიტიკის. ჩაკა დააჭრეთ რა არის?
ჩვენმა ჯგუფმა ვიმუშავეთ თორნიკე ერისთავის დახასიათებას და ამასთანავად საქართველოს დახასიათებას. თორნიკე ერისთავი იყო თეთრთმიანი, ნიჭიერი, ამასთანავად კეთილი, სამშობლოსთვის მებრძოლი და მოსიყვარული და ძლიერი პიროვნება. საქართველოზე კი გავიგეთ მე-10 საუკუნეში მოღვაწეობდა დავით მესამე კურაპალატი იყო მას მეფემ 7 სამთავროდ დაიყო და ტაო-კლარჯეთი მისი სამარშო ბიზანტიის იმპერატორი ტაო-კლარჯეთის მეფეს ბიზანტიის იმპერატორი თან ჰქონდა ურთიერთობა. სამეფო გასულია ამბავიდან გავიგეთ თუ როგორი იძულდნენ საქართველოში ბიადის საუკუნეში ასევე გავიგეთ რომ ხინი როგორი ასევე გავიგეთ თორნიკე ერისთავი იყო საქართველოს მთავარი სარდალი მეფეს მას მეფე სამსჯავროზე მარტო გადაწყვეტილებებს არასდროს არ იღებდა მას და ყოველთვის
თავის მეგობრებთან ერთად იღებდა საჯულეთან ერთად იღებდა გადაწყვეტილებებს. ასევე მეფეს ჰყავდა ხუმარები, რომლებსაც ყოველთვის ჰქონდა უფლება, რომ სიმართლე ეთქვათ. და ასევე გავიგეთ, რომ როცა საქართველოს ძალიან უჭირდა, საქართველოს ვაჟკაცები ხმლით იბრძოდნენ, როცა ისინი მოხუცდებოდნენ, საქართველოსთვის მოცულობდნენ. ანუ მე უკვე ვერად არ ეწოდებოდნენ ხოლმე, ხო? დიახ. ახლა როგორია თორნიკე, როგორია დახასიათება. თორნიკე ერისთავი არის ძალიან სამართლიანი, კეთილი, ღვთისმოსავე ვაჟკაცი და ასევე თავდაბლებული. თავდაბალი. აი, მადლობა საზოგადოებრივი. მამა. ჩვენ შემდეგი ფუნქციამ გავიგეთ საქართველოს ისტორია. გავიგეთ ის, რომ პოემავე თორნიკე ერისთავი დაიწერა მე-19 საუკუნეში. დაიწერა? აკაკიწერეთელმა დაწერა. ხო, აკაკიწერეთელი რომელიც საუკუნეში მოწოდა. მე-19-ში დაიწერა, ხო? თორე ასახულია მე-10 საუკუნისამდე, ხო, მალე? მეფეს ჰყავდა ხუმარა, რომელსაც შეეძლო ეთქვა სიმართლე. დიდი ის მოუპოვებია ხუმარას, სოფელ ხუმარას ასახელს. თანამდებობა იყო ეგეთი ხუმარა. ასევე ის გავიგეთ თუ რა ხდებოდა სამსჯავროზე. ხინის დროს ყოველი კუთხიდან ეწეოდა მეფის ხალხი. როგორი ხინი იმართებოდა მეფის სასახლეში. ხოლო ეს ხუთი თვისებაა თორნიკე ერისთავის. თორნიკე ერისთავი იყო განათლებული, ერთგული, მამაცი, მოხერხებული და სამართლიანი. აი როგორი ხინი იმართებოდა ორო თქვი. მაინტერესებს ის ხინი ჩვენ ხინს გავდა. არა, რატომ დიდიგან სხვადასხვა. მას იქნებ უფრო არ გავდა. მრავალჟამი ჩვენ ვიყავით. ჰა? კიდე არა, თქო, განსხვავება იქნებოდა ხასად მე-10 საუკუნე, სადღაც 22 საუკუნე, მაგრამ მაინც რაღაც პატრიოტიზმი თუ ჩანს ეხლა, ხინის დროს და მაშინ. ჩანს. სადაა ჩანს? იმ დროს არა ჩანს? არ, ეხლა როგორ არა, აბა მოусმინე ჩვენ თამადებს, როგორ სიტყვებს, როგორ მრავალ აღარ სიტყვებს. გააჩნიათ ხო, ძირითადად საფრთხეზე. არ გავს, ძალიან, მაგრამ რაღაცები გავს. აბა, ეთო შეგასწავლეთ. რა გავიგეთ, მეფეს მშვიდობის დროს ჰქონდა ხინი. თორნიკეს ნაამბობინა საქართველოს ვაჟკაცური ისტორია. ხელის დროს მათ გადმოსული ჰქონდათ ქართლის მადლენას. მეფემ საჭიროების გარეშე გადაწყვეტილებას არ იღებდა. საქართველოს ჰყავდა ერისთავები, რომლებიც ბერად იკვეცებოდნენ. თორნიკეს დახასიათება: შვენიერი, ახლოვანი, თეთრწვერა, თეთრშმიანი, ტკბილხილი. აი, სტერეოტიპი ეს არის თეთრწვერა, მოვიცი, ხო? თორნიკე ერისთავი. დიდი მადლობა ბავშვებო. გავაგზავნოთ. მე მგონი ჩვენ უკვე ვიმგზავრეთ მე-10 საუკუნის საქართველოში, გავიგეთ თორნიკე ერისთავი როგორი პიროვნება იყო. სამაგიეროდ ახლა აღწევთ ისტორიის ნაწილში ჩვენ დავალებული ხონდა თვითონ პიროვნებაზე მოგვეციებინა ინფორმაცია, ზუსტად ჯგუფებში გააჩერდა სიტყვები ბიზანტიის იმპერია, დავით მესამე კურაპალატი, თორნიკე ერისთავი, მაგრამ თქვენ ახლა დაახასიათეთ როგორც პოემიდან წარმოჩენილი სინამდვილე, მაგრამ მოდი რეალობაში ვხედოთ თვალებში და გავაკეთოთ პრეზენტაციები. პირველი ჯგუფი დავალებული ჰქონდა დავით მესამე კურაპალატზე პრეზენტაცია, ხო? დავით მესამე კურაპალატის პრეზენტატორებო ისმენთ. კონკრეტულად ამიჯდება ვინ გააკეთა ეს? მოგესალმებით, ჩვენ ჯგუფის დავალებულმა განუკეთებინა პრეზენტაცია დავით მესამე კურაპალატის შესახებ. ჩვენმა ჯგუფმა ამ პრეზენტაციაზე იმუშავა გაერთიანებულად, მოვიძიეთ სურათები და ინფორმაცია. ახლა წარმოგიდგენთ მას.
კურაპალატი იყო ბიზანტიის იმპერიის საკარისკაცო ტიტული, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა მიანიჭა დავით მესამეს. მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში ტაოს სათავეში ედგა დავით ბაგრატიონი. დავითს მოიხსენიებდნენ როგორც ძირითადად კურაპალატის და აღმოსავლეთის კურაპალატს, ხოლო თუ რატომ მოიხსენიებდნენ აღმოსავლეთის კურაპალატად, ამას ჩვენ პრეზენტაციაში გაიგებთ. დავით მესამე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო იმ დროინდელ ახლო აღმოსავლეთში. დავით მესამე სამხედრო ნაწილები ხშირად მონაწილეობდნენ ბიზანტიის იმპერიის შინაგან გარე ბრძოლებში. 976-979 წლებში ბიზანტია შინაარეულობა მოიცვა. იმპერატორს დაუპირისპირდა იმპერიის მცირე აზიის ერთ-ერთი ოლქის მმართველი ბარდას კლიეროს. რაც უკვე გაჟღერდა, რომ ბიზანტიას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დავით მესამე კურაპალატთან, ხო? იმ დროს ბიზანტიის ლაშქარს ხელმძღვანელობდა ბარდა ფოკა, რომელსაც დავით ბაგრატიონთან პირადი ნაცნობობა აკავშირებდა. ბასილ მეორის დედა თეოფანა დავითთან შუამდგომლობისათვის ათონის მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერი იოანე თორნიკე აირჩია და ტაოში წერილი გაატანა. დავით ბაგრატიონმა თავად იოანე თორნიკეს თხოვა საძმობა და 12,000 კაციანი მხედრობა ბარდას კლიეროსის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე გაგზავნა. ქართველთა ჯარმა დიდი დახმარება აღმოუჩინა დასუსტებულ ბიზანტიურ ჯარებს. მათ აჯანყებული მცირე აზიის მმართველი დაამარცხეს. ამისათვის იმპერიის ხელისუფლებამ მას გადაეცა ზემონი ყანანის საბერძნეთისანი. სამმართველოდ მისი სიცოცხლის მანძილზე. დავითმა მიიღო აღმოსავლეთ კურაპალატის ტიტული. ათონის ქართველთა მონასტერს საჩუქრად გადაეცა სოფლები. მობიერებსათვის და მოყვარეობისათვის დავითი ჩვენი დროის ყველა ხელმწიფეს აღემატებოდა. მისი წყარობით დამყარა მშვიდობა და კეთილდღეობა აღმოსავლეთ ქვეყნებში. ბოლო მოუღო ომებს, რომლებიც გამუდმებით მიმდინარეობდა ყველა მხრიდან. ასე ახასიათებს სომხეთის ისტორიკოსი სტეფანოს სტარონელი. დავით მესამე კურაპალატი. პროექტზე მუშაობდნენ თამუნა ტატალაშვილი, საფონე მიაშვილი, დავით ზოცენცი, მარია მოქრომელი და ვახტანგ პაკიძე. მათთვის ყურადღების. დიდი მადლობა ჩვენ გვაგრავიდეთ უკვე მე-10 საუკუნის ვითარება, საშინაო ვითარება და ბიზანტიის საშინაო ვითარებას, რომ ბიზანტიის იმპერატორთან არსებობდა დაპირისპირება, ანუ დომინირებული იყო სამოქალაქო ომებით. და ეხლა ბასილი მეორეზე მოვიდა და პრეზენტაცია. გავაგრძელებთ თუ? მოგესალმებით, ჩვენ დავალება იყო მოგვეძიებინა ბასილ მეორეზე სურათები და ინფორმაცია. ჩვენ გაერთიანებულად ვიმუშავეთ და წარმოვიდგინეთ. ბასილ უმცროსა და ბასილ პერტინოგენიტოს უწოდებდნენ, რათა განესხვავებინათ მისი წინაპრის ბასილ მაკედონიელისაგან. ბასილის მმართველობის პირველი ეტაპი იყო დომინირებული სამოქალაქო ომებით მცირე აზიაში. 969 წელს ბასილს აუჯანყდა მცირე აზიის ერთ-ერთი ოლქის მმართველი ბარდას კლიეროს. მან ბიზანტიის მთელი აღმოსავლეთ პროვინციები დაიკავა და კონსტანტინოპოლისაკენ მიმავალი საზღვაო გზები ხელში ჩაიგდო. მცირეწლოვანი ბასილის დედამ თეოფანემ დახმარება ტაოს მართვეს სთხოვა. დავით კურაპალატმა და სახმარებდა თორნიკე ერისთავის სარდლობით გაგზავნა 12,000-იანი ჯარი. ბიზანტიის იმპერატორმა დავით კურაპალატს გადასამიწები მდინარე ჭოროხის სათავეებთან, არზუმის სამხრეთ ბასიანი, ბარდალის ოლქი დასავლეთ და აღმოსავლეთ ევფრატის ხეობაში, ციხესეუკი მდინარე არაქსის სათავეებთან. ბასილ მეორე მოახდინა იმპერიის სტაბილიზაცია, ექსპანსია და საიმპერატორო ძალის გაზრდა. მუდმივი ომების მიუხედავად მან თავი გამოიჩინა როგორც ძლიერმა მმართველმა და გააფართოვა ბიზანტია. მისი ბრძანებით ბიზანტიელებმა 15,000 ტყვე დააბრუნავეს. ამ სისასტიკის გამო ბასილ მეორეს ბულგარ-ჩულუმუსვრელი, იგივე ბულგარ-ფშხლეტი უწოდეს. ბასილის წყალობით 1018 წელს ბულგარეთი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. პროექტზე მუშაობდნენ მელიქიძე ჯიმშელი, თოროსიანი ეთერი, პაპიძე თემური, მეითარჯიანი ნინო, ლონდანიძე ნინო, დიასამიძე ცისი.
მოგესალმებით, ჩვენ შეხვდა თორნიკე ერისთავი. თორნიკე ერისთავი ვერაფერს შემოწოდა ილიანა. თორნიკე ერისთავი დავიდა საფრანგ საქართველოში მესხეთში. იგი გახდა მთავარსარდალი minister-პრეზიდენტი. შემაში კანტონში კი საერთო დავით მესამე კოლაპარატის სარდალი აფროსიო მონაზრის ერთ-ერთი მასშტაბური აუდიტორის ხედმატის კომპანიის წევრი. ის ციდაცხოვ საქართველოში ჯობა არის ძერში გაიჭრა. ხარში შესულმა რატო საფრთხე უარყო კურსიანება და ბერნი საათოსიოთა მონასტერში. მალე თორნიკე ძლებელია და ის აიწყეთში მაგდაეო. 929 წელს თორნიკე ერისთავი ბიზანტიის საფრანგეთმა შოთქონდოს თხოვა დავით კურაპალიდან. რათა იგი დახმარებოდა ბარდას რეალის საჯაყოვის ჩახშობაში და დავით კურაპალატმა თორნიკეს სარდლ ბიზანტიის განსაკუთრებით თურმეტის ხედა, რომელიც დაამარცხეს და დიდი ნარგავი სიმდიდრის ნაწილი თორნიკე ათონის იოთა მონასტრის საკებას მოაყარა. ნაწილი კი ათანასეს დიდ ლავროს შესწირა და დაახლოებით 980 წელს თორნიკე ერისთავს ბიზანტიის იმპერატორის ბიზანტიის კეისარმა მას სვინგელზის პატრიარქის თანაშემწის წოდება უბოძა. თორნიკე ერისთავის შეკვეთით გადაწერილია ოჟგის ბიბლია. შავე ბერიციანი გელაშვილი, კატატალაშვილი, ნიკა ბერიციანი, თავაზაშვილი, ირაკლი აღლემაშვილი, თუ აღლემაშვილის დიდი მადლობა. ესე იგი ბავშვებო, ჩვენ მივიღეთ აქტიურად თორნიკე ერისთავის როგორც ისტორიული კუთხე. საერთოდ დავინახეთ, რომ საერთოდ გადამკვეთი წერტილი ერთი აღმოჩნდა, ხო, როგორც ბიზანტიის კუთხე, ისე ტაოკლარჯეთის მეფის კუთხიდან და შემდეგ როგორც თორნიკე ერისთავი პირადად მონაწილეა ბრძოლისა. რომელსაც მოხდა ეს ბრძოლა, გამახსენეთ აბა პრეზენტაციაში თქვენ რას ახსენებდით, რომელსაც მოხდა ეს ბრძოლა. როდის დაკავ 979 წელს. რომელი საუკუნეა გადავიყვანოთ საუკუნეებში ერთი? აბა თეორია. მე-10 საუკუნე. ძალიან საინტერესო იყო ის კითხვა, წერთან წამოვიდა, აბა რომელ საუკუნეში იქნა დაწერილი ბავშვო ეს პოემა? მე-19 საუკუნეში. პოემაში რომელი საუკუნის საქართველოს ვითარება ეთერი? მე-10 საუკუნის. როგორ ფიქრობთ, ავტორი თვითმხილველი არის თუ არა აი ამ მოქმედებისა? თემური აკაკი რომელ საუკუნეში მოვაწეობდა? მე-10 საუკუნეში შეეძლო რომ ენახა ეს ომი თუ არა პირადად თვითმხილველი არის თუ არა? აბა საიდან იცოდა აკაკი ისტორიიდან. როგორ თვითონ რეალური ისტორია არის აღწერილი პოემა თორნიკე ერისთავში? აი რა რეალობა დავინახეთ, ნახოთ. რაო, საქართველო როგორ იყო? სამთავრობად იყო. რომელ სამთავროს სახონა უთიებდა ტაოკლარჯეთი. პოემაში მოცემული იყო ტაოკლარჯეთის რომელი მეფე გამახსენეთ? იყო თუ არა რეალურად მე-10 საუკუნეში დავითის კი ბატონო. საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დასავლეთით რომელი ქვეყანა ესაზღვრებოდა? ბიზანტიის იმპერია. არის რეალობაში, ისტორიულ რეალობაში ბიზანტია, კარგი. აბა გამახსენეთ ბიზანტიის იმპერატორის სახელი? ბასილი მეორე. ახლა გამახსენეთ და გავიგოთ, როგორი საერთაშორისო ვითარება იყო. თბილი დამოკიდებულება იყო ბიზანტიასა და საქართველოს შორის თუ როგორი მკაცრი და არეული ურთიერთობა იყო? აბა ჯიმშერი მეგობრული მასწავლებელი ურთიერთმეგობრული დახმარების ხელს უწევდნენ ერთი მეორეს თუ არა? აბა უწევდნენ. რა გავიგეთ რაო მე-10 საუკუნეში დავით დიდის სახელი სადამდე ყოფილა ცნობილი? ბიზანტიას მეორედნაირად რას უწოდებენ რა ვთქვით? ბერძნებსაც არა? ბერძნებსაც საბერძნეთ მეორე ხო? და რაო ბიზანტიამ დახმარების სანაცვლოდ გამახსენეთ რაო რა ტერიტორიები გადასაფრთხეა გამახსენეთ? მას თავისი ქვეყნის მოდი მეკაზე ნახე შეგითხოვე რომ რაღაც მე რა უადო. აბა ამას ტერიტორიები გადასაფრთხეს თავისი ქვეყნის ტერიტორიები მას ასევე მისამხული და უმრავლად ოქროულება რის ანუ რითიც
შვიდსაფრთხე ათანასის ლავრენტი და ათონის ივერთა მონასტერი. კარგი ბატონო. ეხლა მაინტერესებს, თქვენ რომ თორნიკე ერისთავი ყოფილიყავით და ამხელა ფული გქონებოდათ. რაში მოიხმართ? საინტერესოა. აბა ნახე საფრთხე. ჩემი აზრით ქვეყნისათვის იმიტომ თორნიკე ერისთავი ასეთი იყო, გულადი იყო. ხო, როგორც დახაზე? ქვეყნისათვის იყო, მას განთავაზებია ძალიან. კარგი. აღრემაშვილი ათო, შენ თორნიკე ერისთავი ყოფილიყავ, გინდათ, რაში დახარჯავთ იმ ფულს? ქვეყანას მოახმარებდი. ქვეყანას მოახარჯავთ. განსაკუთრებით რომელ სფეროს რა? ეკლესიას ააშენებდი თუ რას გააკეთებდი? ეკლესიებს ააშენებდი. ეკლესიას ააშენებდი. მოდი შევაფასოთ თორნიკე ერისთავი როგორც ისტორიული პიროვნება. როგორც შევაფასოთ და პირდაპირ გადავართ მაგას. შევაფასოთ ეს თორნიკე ერისთავი როგორც ისტორიული პირი და არა პოემის მოქმედი პირი. დადებითად შეაფასეთ თუ არ ყოფილიყავთ ბავშვები? აბა დადებითად. არგუმენტი გითხარი? იმიტომ მას რომ ქვეყნისთვის მას ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა მას და იბრძოდა რა, ხო? და მას საქართველოს ივერთა მონასტერი ააშენა მას. ივერთა მონასტერი. აი ეს სიტყვა მივიდა და ზუსტად ეხლა გადავდივართ პირდაპირ ათონის ივერთა მონასტრის გზამკვლევზე. ეს დავყოთ, ხო? არა. იყოს კი ბატონო, ეს სანამ გზამკვლევზე პრეზენტაციას გააკეთებთ, განსწავლებთ და იცით როგორ უნდა გადაკეთებინათ გზამკვლევი, რა მაინტერესებს. რა საჭიროა გზამკვლევის გაკეთება შედგება? რა საჭიროა? რათა ის შესახებადაც მოგვითხრობს გზამკვლევი უკეთესად შევისწავლოს და უკეთესად გავუსწავლოს. და ვის ეხმარება? მას ტურისტს ხმარება. წინასწარ გზამკვლევს და მე წავიდე ძალიან ბევრი რამე ნაცნობი იქნება მისთვის და უფრო უკეთესი იქნება, ხო? მოდი აბა ჯერ ათონის მთის მონასტერი რომელმა ჯგუფმა გააკეთა გავზარდით და პრეზენტაცია გააკეთეთ. ახლა თავდამორბედი მაგას ვერ წაიკითხავთ ეს წერტილად გითხარით რა გააკეთეთ. ხანაჩო იმავე დაგვიარსა ათონის ივერთა მონასტერი. ვინ აშენავა ათონის ივერთა მონასტერი? ხო? თორნიკე ერისთავმა. მოგესალმებით, ჩვენ პრეზენტაციას ვაკეთებთ ათონის ივერთა მონასტერზე და ჩვენ წარმოგიდგენთ ათონის ივერთა მონასტრის გეოგრაფიულ მდებარეობას. ათონის ივერთა მონასტერი მდებარეობს ათონის ივერთა მონასტერი ისტორიული ქართული მონასტერია. იგი მდებარეობს ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილზე. აიონ ოროსის ნაწილში. იგი დაარსდა 1080 წელს, 1880 წელს, 1893 წლებში. მე წარმოგიდგენთ ათონის ივერთა მონასტრის ისტორიას. 1259 წელს ათონის ნახევარკუნძული კერძოდ თითაური მონასტრები დაარბიეს ჯვაროსნებმა. მტერს ვერც ივერიონი გადაურჩა. იმავე საუკუნის 80-იან წლებში ათონი კიდევ ერთხელ დაარბიეს მომხდურება, რომლებსაც ბერებს კათოლიკოსობის შეწყნარება და რომის პაპის უზენაესობის აღიარება მოსთხოვეს. ათონელები არ დაეთანხმნენ მოძალადეთა წინადადებას, რის შედეგადაც სასტიკად დაისაჯნენ. მე-14 საუკუნის დამდეგს ათონი რამდენჯერმე იქცა მტრის სათავეში ვარიდან. არაბა მეგობრება უმოწყალოდ გაძარცვეს, ქართული სავანი და მთავარი ტაძრის დანგრევაც კი განიძრახეს, მაგრამ მარმარილოს სვეტები ადგილიდან ვერ დაძრეს. გუმბათიანი ნაგებობების ჩამოქცევაც ვერ მოახერხეს. მე წარმოვიდგენ წმინდა ათანასეს ლავრა. წმინდა ათანასეს ლავრა უძველესი და ყველაზე დიდი სავანია და ამიტომ ცნობილია დიდი ლავრის სახით. იგი ათონის მთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და წმინდა მთის მონასტრების იერარქიის სათავეში დგას. მისი დამფუძნებელი წმინდა ათანასე ათონელი ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ბერია ათონის მთაზე. იგი საქართველოდან ჩავიდა საბერძნეთში, კერძოდ ათენში და დააარსა ლავრა. მე წარმოგიდგენთ ისტორიას კარის ღვთისმშობლის შესახებ. ათონის ივერიის მონასტრის ხატი უძველესი მართლმადიდებლური ხატია. იგი 999 წლის 27 აპრილს ქართველმა ბერმა გაბრიელმა დააბრძანა კარებში.
ამის შემდეგ მას უფრო დაცული ადგილი მოუწევეს და იქ გადააბრძანეს. მეორე დილით ისევ კარებში დახვდა. ერთ-ერთმა ბერმა ნახა სიზმარი, სადაც ხატმა თქვა: თქვენ კეავლა დამიცვით, მე უნდა დაგიცვეთო. ამიტომ ეწოდა კარის მცველი. დიდი მადლობა ბავშვებო, ჩვენ უკვე გავიგეთ, ხო? თორნიკერისთავმა ააგო ათონის სივერთა მონასტერი. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, საიდან იყო თორნიკერისთავი? საიდან? საქართველოსთან, კონკრეტულად რომელი კუთხიდან იყო? ანუ გადავდივართ ახალ ზამკვლევზე, მოვიაროთ აბა ვირტუალურად ტაოკლარჯეთის, შემდეგ ჯგუფმა. აბა ნახოთ მოვიაროთ ტაოკლარჯეთი. მოგესალმებით, ჩვენ ჯგუფს დავალებული ქონა გავუკეთებინეთ ტაოკლარჯეთის შესახებ ზამკვლევი. ახლა ჩვენ მოკლედ წარმოვიდგენთ მის პრეზენტაციას. მე მოგითხრობ ტაოკლარჯეთის ისტორიის შესახებ. ტაოკლარჯეთის ისტორია საკმაოდ ვრცელია. მდინარე მტკვრის სათავესა და ჩადის ტბის სამხრეთით უძველესი დროიდანვე დასახლებულნი იყვნენ ქართველური ტომები, რომლებიც შემდეგ ქართულ ერად გაერთიანდნენ. ჩამოაყალიბეს ერთიანი სახელმწიფო საქართველო, რომლის ასე ვთქვათ ერთ-ერთი მთავარი კუთხე იყო ტაოკლარჯეთი. მათ შესახებ ინფორმაციები დღემდეა შემორჩენილი. აღსანიშნავია მურმანკრუს ლაშქრობა საქართველოში, კერძოდ ტაოში, როდესაც ის უდაბნოდ აქცია. მე მოგიყვებით ტაოკლარჯეთის მდებარეობას. ტაოკლარჯეთი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარე. ისტორიული მესხეთის ნაწილი იყო. ტაოკლარჯეთი აღსანიშნავია მისი თვალწარმტაცი ბუნებით. თუმცა დღეს ეს მხარე საქართველოს შემადგენლობაში არაა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ 1918-1921 წლებში იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში იყო, ხოლო 1921 წლიდან კი იგი თურქეთის საზღვრებშია. მურმანკრუს შემოსევის შემდეგ სამონასტრო ცხოვრების მეთაური გრიგორ ხანძთელი გახდა. მან ააშენა ბევრი ეკლესია, მონასტერი. დღევანდელი ტაოკლარჯეთის ტერიტორიაზეა 4-თა ეკლესია, არტანუჯის ციხე, შატბერდი, იშხანი, ხახული, ბანა და სხვა. მე მოგიყვებით დღევანდელი ტაოს შესახებ. დღევანდელი ტაოკლარჯეთში საქართველოს კულტურული ძეგლების მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ძალიან ბევრი ტაძარია დაზიანებული. და მას ესაჭიროება რესტავრაციის ჩატარება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველო და თურქეთი მიაღწევს შეთანხმებას, რათა აღდგეს ქართული კულტურული ძეგლები. მადლობთ ყურადღებისათვის. ჩვენ ახლა მოკლედ გავაკეთეთ პრეზენტაცია, დაწყვილებით ინფორმაცია, ვისაც აინტერესებს ტაოკლარჯეთის შესახებ, შეუძლია გაკვეთის პროცესის დამთავრების შემდეგ ითხოვოს ინფორმაციას. ესე იგი ბავშვო, რომ შევაჯამოთ სანამ ზემოხსენებელმა ახალი დაავადებისათვის, ესე იგი ჩვენ მივოგზაურეთ თლიან ტაოკლარჯეთიდან ათონის სივერთა მონასტერი მოვიარეთ, საკუთარ დავახასიათეთ თორნიკერისთან, დავითი და ვასილი მეორე. გადავდივართ. ეხლა ბავშვებო, თქვენ უნდა წარმოვიდგინოთ პირველი კარი გქონდათ სასწავლებლო პირველი კარი. აი აქ მონიტორზე ნაჩვენებია ეპიზოდები თორნიკერის თავიდან, პირველი კარიდან, პირველ ჯგუფს რხინი კურაპალატის სასახლეში, მეორე ჯგუფია დარბაზის შეტარა, მესამე ჯგუფია თორნიკეს სამსჯავროს და მეოთხე ჯგუფი თორნიკე და იოანე და მეხუთე ჯგუფი სამსჯავროს დასასრული. როლური თამაში, ჩვენ ეს ბევრჯერ გავუწევთ და როლური თამაში. თქვენ იცით როგორ უნდა ჩავატაროთ. აბა ეხლა გაიწყეთ სწრაფად მუშაობა. 10 წუთია, მაგრამ ცოტა შემომცირებ, გავუძლებთ რაღაცას. 8 წუთში მორჩით ბავშვებო რა. და დავუწყოთ მერე ესე იგი 20 რა დაახლოვდება უკვე. აბა მუშაობა გაინაცვლეთ როლები და წარმატებები.
ფრაზირება დააკეთა და აუცილებელია რა სტროფები ამომიწევოთ. პერიფრაზირებით რა მოკლედ. წარმოადგინეთ აი ეს ეპიზოდი, კარგად რომ დავინახოთ. და მთლიანად პირველი კარი თვალწინ გადაგვეშლება რა იყო რაც იყო საუბარი პირველ პარში. იმის მიხედვით არის ზუსტად ქრონოლოგიურად ავადებული. თქვენი სიტყვები პერიფრაზირება გააკეთეთ და ეგრეთ წარმოადგინეთ. თუ საჭირო სტროფებით ჩავუვთებთ.
ბავშვებო. დასასრულისკენ წავიდეთ ბავშვებო. რასაც მოასწრეთ. ელექტრონებით გააკეთეთ გადმოჭრილი. აი თქვენ მოგიწოდეთ შინაარს. ორი წუთი გავუჩა. ორი წუთი თუ კიდევ რაღაცა გაქვს ის დაამთავრეთ და დაიწყოთ. დაამთავრეთ ჩვენ დავამთავროთ. თუ ისინი წერენ როგორც ჩანს. ჯერ კიდევ. მეორე ჯგუფით მოჩვა. თავარია რა დაწყდა რას წარმოგვიდგენს თავარია. მაშინ დავიწყოთ ხო ბავშვებო? პირველი ჯგუფი არის ეს და წარმოგვიდგენს რომელი თამაშის ეპიზოდი ხინი ყურამალატის სასახლეში. პირველი კარიდან. ხო, მოდი ჯობიათი ფუტბოლოვანი ჩვენ დავალება არის ხინი ყურაპალატის სასახლეში, ჩვენ ყველა გავინაცვლებთ როლები და წარმები. საქართველოს მრავალ წინ გადახდილია. ომის დროს ქართველები მტერს და ვაჟკაცურად იგერიებდნენ და თავიანთ ლამაზ მიწა-წყალს იცავდნენ და უთხრდებოდნენ. მშვიდობიანობის პერიოდში კი ხინით საარარკოში. ერთხელ დავით ყურაპალატმაც დიდი ხინი განა. საქართველოს ყოველი კუთხიდან მოხმარეთ თავი ქართველი. იხდნენ, მრავალ ადამიანს მღეროდნენ, შაერებდნენ, ერთმანეთს ზმა უთხრეს, ზმა ორაზროვანი გამონაკლისია. ძმების თქმაში ყველას მეფის ხუმარას ჯობდა, მაგრამ ახალგაზრდა სარდალმა ხუმარას ასეთი ზმა უთხრა. მაღლი წვიმა მოდიოდა, ნაბადმა ვერ დამფარავ, დამასველა სულთავიდან ფეხებამდე მასხარავ. ხუმარადას მარჯვენა ვაჟკაცობით პირველია, მაგრამ ვერ თორნიკობას თუნცმის ადგილს სულელია. თორნიკეს ხსენებაზე მეფე შეკრა და იგითხა, თუსად ბრძანდებოდა ერისთავი. მას კი მოახსენეს, რომ თორნიკე ქვეყნის სამსახურზე ხელს იღებს. ხვალ თორნიკე მოგვარეთ, მომინახეთ სადაც იყოს, შინ დაგიხვდეთ თუ გარეთ. მეფე მეორე დღესვე დარბაზის შეკრა ბრძანა, მადლობ ხურა. ეხლა დარბაზის შეყრა, შეიყარა დარბაზი. წარმოიდგინეთ მეორე ჯგუფთან ამ პრაქტიკა. მოგესალმებით, ჩვენ დავალება არის წარმოადგენდა დარბაზის შეყრა. ერის სამსჯავროდ შეიყარა. აქვე იდგა თორნიკე ერისთავი, რომელიც მორჩილებით ელოდა ბრალდება და მე გამსხვილებას. ბრალდებლად მეფე აბრძანდა. ასეთი იყო მაშინ კანონი. მან კრებულს თაყვანს და წარმოთქვამს. ჩვენი წინაპრის გონებას ადრევა გადუწყვეტია, რომ სამჯავროზე ისარგებლო. საჯვრივ რაც რომ მეტი და აჰა მეც არ შეყარით სამჯავროდ როგორც წესი. მეფემ კრებულს მოახსენა, რომ თორნიკემ მხედართმთავარი საქართველოს სამსახურზე უარს ამბობს, რაც დიდ მამულიშვილს არ შეეფერება. მეფემ დარბაზს უთხრა, რომ იმიტომ წარადგინა თორნიკე სამჯავროზე, რომ ანახსნას მიზეზი თავისი გადაწყვეტილებისა და იმართოს თავი. დაამთავრე? ეხლა საინტერესო ძალიან თორნიკეს სამჯავროზე, იმას როგორ წარმოგვიდგენ მესამე. ამის ხალხის ხუთილად და წარმოედგინა ეპიზოდი თორნიკეს სამჯავროზე. ახოვანი, ჩვენიერი, თეთრ და თეთრთმიანი. წინ წამოდგა სასაუბროდ მოწიწებით გრუთმიანი. თორნიკემ თაყვანის ცა ჯერ მეფეს, მერე კრებულს ღელავდა. ცხენებიც კი გადმოსვლიდა თვალებიდან, შემდეგ გული გაიმეფა და წარდგა. ფიცა ვინ პირველ მიზეზსა, ყოველ მიზეზის მიზეზსო, ვიფიცავ საქართველოსა და მერენებდეთ თქვენს უთესო. რომ მართალი ვარ იმაში, რაზედაც მგრას ვდებთ ჩვენაო, დაბლა ეს გული მიმოწმებს, სამალა ღმერთი ზემო. თორნიკემ აუხსნა იქ შეკრებულს, რომ მართალი იყო. ის უარს ამბობდა ქვეყნის სამსახურზე, თუმცა მისი გული მაინც ძველებურად ხვდა ქვეყნისადმი ერთგულად. მან თქვა, რომ დრო მოითხოვა მისგან ამგვარი სამსახური და ხალხს საქართველოს მძიმე წარსული გაახსენა. მან თქვა, რომ ერთ-ერთი ბრძოლისასაც მტერთა შექმნის დროს ეს პატარა საქართველო ჯარასავით დატყიალდა, გადიწერა მან ტყის ჯვარი, გაფოლაკდა და გასარდა. მოხუცი თუ ახალგაზრდა, ერისკაცი თუ სამღვდელო, ყველა ერთხელ მიიწევდა, ერთი ჰქონდა ყველასწორი. მამაპაპის განთქმულ თარგმანს ხმატე და შვილი ფასა იმითი რომ კაცურად შეებმოდა ერთი ასა. ასე გადაარჩინეს ჩვენმა წინაპრებმა საქართველო და გადმოსცეს შვილიშვილთა მარგალიტი ვითხოვი. მადლობ ყურადღებისთვის. ეხლა ძალიან საინტერესო მეოთხე ჯგუფი თორნიკე და იოანე. ჯერ ვიხარი, მაგრამ იოანე ვინ არის? არა, თორნიკე იოანეს სხვა არიდა, მაგრამ თორნიკე თვითონ იყო იოანეს ხედავთავარი და მასწავლებელი. იოანე
თვითონ გადასცა თავისი ხმით თორნიკეს და თორნიკე გადასცემს მე ორბელიძე თავისი ხმით, ხო? ამას როგორ წარმოადგენთ თორნიკე და მოგესალმებით, ჩვენი რუსი წარმოგვიდგენთ ეპიზოდს თორნიკე და ივანი. თორნიკე საუბრობდა თავისი ბრძოლების შესახებ, თორნიკეს დასაცავად. ბოლოს მას სააბაყოდ გაგრძელდა. შედარ თავარ ხუსრა, იყო მაშინ ივანი, შემდეგ შედეგად დღეს უყროს აქვს სავალი. თანამტერი კაც მოხიობს, მორევდა თითალოვი. გოლიათის შემდგარ გავდა მისი ბრძოლა, მისი ომისაგან მისის პერსპექტივა და არ ცოტა მოსვლა. მაგრამ ქვეყანაში მშვიდობა რომ დამყარა, ულუბოს თას მიაშურა გალობიდან ძიძი. წასვლის წინ დაუთაჯა თავის ხმარი თორნიკეს სოფელი და ასე მქონდეს სარდლობა და ჩემი ხმალი, გვიძლობდისად ასწრო მომავალში შენი ვარი. თორნიკე პირადად შეასრულა თავის ივანი. ევჯერ ასახელა თავის ხმარი, მაგრამ ჭაღარმა შემოერგა, ამიტომ განაცხადა სამთავროზე უარის ხმა და პირად აიკვეცა. მან სამთავროზე გაცხადა. თეორია რომ ჩემზე უფრო დღე შეშველის მასადრობა და რა დახდეს ყოველყოლით იმათ შევიტიროება. ივანეს მივაშურებ შეუდგენ მეც მისყვას და თქვენივე ნებართით სხვა გადავცეთ ამ ჩემს ხმალს ამ. ეს თქვა მისი ხმალი ორბელიძეს გაუშვირა და ამგვარმა მისმა სიტყვამ გულში ბევრი ააფრია. ანუ გავიგეთ, რომ ის არის ივანი, წარმოაჩვენეთ თქვენ ის არის ივანი. თორნიკესაც ივანი ეწოდა, მე ის ზერათა, ოღონდ ის ხო თორნიკე ივანი. ამას ივანი ათონები. მოგესალმებით, ჩვენი წილადერგო სამჯაროს დასასრული და ხმალზე უფრო ძლიერად ჭრის პატარა და რბილი ენა. გაკვეთს ხმალის საუბრობის, მისი ტყვია ხშირად სმენა. თორნიკე მოხიბლა როგორც მეფე, ისე ყველა მსაჯულს. მეფე ტახტიდან ჩამობრძანდა და თორნიკესთან მივიდა, ძმურად გადახვია ხელი და უთხრა. თორნიკე, როგორც მეფე მოგისმინე საუბარი. თანახმოვარ დააწყვეტვი, როგორც მათა მეგობარი, რომ ჯერ კიდევ ქვეყნისათვის საჭირო ხარჯი მალული რაუდრო და სამხედრო საგზავნო. მეფეს გული წდებოდა, რომ თორნიკე უცხო მხარეს აპირებდა ბერად აღკვეცას. თორნიკემ კი მოწიწები გაუხსნა, რომ თუ საქართველოში დარჩებოდა, მისი გაზრდილი ერთგულები ხშირად ინახულებდნენ და ისიც წუთისოფლის საქმეებით გაერთობოდა. თან დაუწყო. იქ კი არ მიმეყოლება შემაცდელი უცხო მხარეს, დღე ყოველ და ყოველ წამსა ცრემლებს დაუღრმენ დუღარის და ვითხოვ რომ ღმერთმა მეფემ გადიდოს და გადღეგრძელოს და წყალობა არ მოაკლოს ჩვენს პატარა საქართველოს. თორნიკე მიაშურა ათონის მთას, დიდი ქართველი ათანასე ბერისლავას. სწორედ იქ იმყოფებოდა ივანიც. თორნიკე მას თაყვანისცა, ივანე ბერძნულად გამოილაპარაკა, თორნიკემ კი ქართულად უთხოვა როცა კურთხევა. ივანე ქართულის გაგონებაზე ძალიან აღებდა, სასწრაფოდ წამოაყენა ფეხზე სტუმარი, მის წინაშე თორნიკე ერისთავი იდგა გლახაკის სამოსლით. მაგრამ თურმე დასიმთავრდა ბავშვი პირველი კარი. მე მადლობას გიხდით, რომ თქვენ ეს ეპიზოდები გადისწავლია და ზოგიერთმა ზეპირადაც ჩამოაყალიბეთ სტროფებიც და თავფრაზირება კარგად გამოდიოდა. თუმცა თავიდან ბოლომდე ამოიწურა პირველი კარი ეპიზოდების მიხედვით და დავიგეთ რა არის მოცემული პირველ კაცში. ეხლა სანამ დავალებას მიიღებდით, მოდით დავაკეთოთ ასეთი აქტივობა. რადგან ჩვენი გაკვეთილი უკვე დასასრულს მიუახლოვდა, მოდით შევაფასოთ გაკვეთილი. და წარმოგვიდგინეთ სამი რამ, წერილობრივ ხუთლებს დაგივიგებთ ახლა. სამი რამ, რაც მოგეწონათ, აი დღევანდელ გაკვეთილზე, ბავშვებო, რა მოგეწონათ? ორი რამ, რაც არ მოგეწონათ გაკვეთილზე და ერთი რამ, რასაც შეცვლიდით. აი ეს დავიწერეთ. დაინაწილე და ყველამ დაწეროს. როდესაც დაწერთ, ხო, აი გალერეა გელოდება, ცალიერი გალერეა და მოდი და მიაყარეთ ამ. და მერე ვიმშოროთ, აბა რა უნდა გავითვალისწინოთ შემდგომში, რაც არ მოგეწონათ საინტერესოა. აბა სამი რაც მოგეწონათ, აი ამ გაკვეთილზე. ინდივიდუალურად ბავშვებო, ინდივიდუალურად დაწერე და აი ეს აქტივობა შეაძლოა მიაყარეთ და მოდი გალერეაზე მის დაამთავრებს.
ძალიან მაინტერესებს რა შენიშვნები გაქვთ რა შეცვლილი ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად რა შეცვლილი წელი დროს მოკარგოთ. დროს მოკარგოთ მე შევაკეთებ დროში. სამი რამ რაც მოგეწონა ნაკვეთილზე, ორი რამ რაც არ მოგეწონა, ერთი რამ ისე ძალიან ძლიერ რაც არ მოგეწონა. ადამიანის აი მიუთი აი ეგრე. აი გაჩნდა პირველი. მეორე. კომენტო გადავიდე. ვიკა, გადააწოდე თამაშაშვილს და ისინი არის. ხო, ბიჭები მორენსა. შეიძლება იცი ნახოთ. გიორგი დარჩიმანდვე. დავით, ნახო აბა რა. ეს არის ხო? არის ის არის დავით. მე მომეწონა სლაიდის შოუ, მომეწონა ჩვენი ჯგუფის დარბაზის შეყრა და კიდე მომეწონა თითებზე მუშაობა. მას მე ყველაფერი მომეწონა, არაფერს არ და არაფერს არ გიორგი დარჩი პაპიძე შენ მანდვე? დავიკითხე. და გიორგი ამან ჩამოსა ძერ წაიკითხე. მე მომეწონა რომ როდესაც თურნიკე წავიდა მას ბერად მას თავის მას მე კიდე მომეწონა ის რომ მათ ყავდათ ხუმარები და მათ არ მოეთხოვებოდათ პასუხი და შეწყვით არაფერს შეწყვით. არა მე გეკითხები გაკვეთის მსვლელობაზე, პოემაზე კი არა, პოემა რა თქმა უნდა მოსაწონია. არა, არა, დას. პაპიძე ამას მოეწონა ბერად უწარი. ისე. რა პირველი პრეზენტაცია თითები მოეწონა და ჯგუფური სამუშაო ყველაფერი თამაში. გიბიტი ხარ, გიბიტი ხარ. ვიკო, შენ რა მოგეწონა დიმიტრი? არაფერი მოგეწონა? მოეწონა.
ვისაც სურს რომ თავისი აზრი გამოხატოს ბავშვებო კიდევ თამამლა. აი მიეწევი და თამასაში დარჩით და მოგეწონა ძალიან მაინტერესებს შეერაგა მას ზაფხულის წარმოჩენა რომული თამაში და თითებზე მუშაობა მას არ შეუძლია არაფერს და ყველაფერს მოგეწონა ოღონდ პაპიძე მე მოგეწონა თითებზე მუშაობა ჩვენი ჯგუფის მუშაობა სამწუხაროდ გაკეთება და არაფერი არ მოგეწონა საშინაო დავარებაშიც ინტეგრირებულია ფაქტიურად ჩვენ ისტორიის კუთხით მთლიანად ომი დასასრულამდე განვიხილეთ, მაგრამ ქართულ ლიტერატურაში ქართული ლიტერატურაში ბავშვებო ჩვენ ძალიან ყურადღება ძალიან ჩვენ ვარაუდების ვიმუშავია და მე მაინტერესებს თქვენი ვარაუდი ჩვენ ვისწავლოთ მხოლოდ პირველი თავი დღეს მხოლოდ პირველი თავი წარმოადგენს და მაინტერესებს როგორ ივარაუდებთ თქვენ როგორ განვითარდება მეორე კარში მოქმედება აი ეს დამიწერეთ თქვენი ვარაუდი არ წაიკითხოთ სახში მეორე კარი იმიტომ რომ ჩვენ ადგილზე ვიმუშავებთ მე რომ მოგზავნებით შემდეგ გაყოფილება ეს წარმოადგენს როგორ ვარაუდობთ თქვენ როგორ განვითარდება მოვლენები მეორე კარი როგორი იქნება და რამ მიგანიშნათ რომ ასე ვარაუდობთ ანუ თემაში ესეც ჩამდეს რამ მიგანიშნათ რომ ასე ვარაუდობთ ესაკებია ჩვენ ეს ვარაუდების სქემა თქვენთან ბევრჯერ აღვნიშნეთ იცით როგორც უნდა გავაკეთოთ და ისტორიაში ფაქტიურად შევადაროთ ისტორიულ ვითარებასთან, ისტორიულ საერთაშორისო ვითარებასთან, ჩვენ პოინტებში ძალიან კარგად ვიმუშავეთ, თუ როგორ მთავრდებოდა ბრძოლა, ან ბონიგერის თავის კუთხით, ბასილი მეორემ რა საჩუქრები გადმოსცა, დავით მესამე კურაპალატს როგორ განუდიდა თავისი საზღვრები და დავით კურაპალატს როგორ შეიერთა ტაობაჯეთის, ანუ რა სამხრეთ-დასავლეთ ზედმეტი ნაწილი. და უნდა შეადაროთ თქვენი მოსაზრება ისტორიულ რეალობას, ანუ ისტორიულ ვითარებას. ამრიგად დღევანდელი ჩვენი გაკვეთილი მე-10 საუკუნეში მოგზაურობა თორნიკეების თავთან ერთად მეგობრებო დასასრულს უახლოვდება. ჩვენ ვიყავით თანამონაწილე იმ პოემისა, იმ გმირებისა, რომლებიც მე-10 საუკუნეში მოღვაწეობდნენ, რეალურად თუ არა ვირტუალურად მაინც ვიყავით იმ ბრძოლის, იმ ომის და დავით მესამე კურაპალატის ხინის, თორნიკეების თავის გვერდით, ათონის მონასტრის აღდგენის და ტაობაჯეთში მოუარული ან მოგზაური ადამიანები. დიდი მადლობა ყველა იმისათვის, რა ყვაწლით გასწიეთ. აი ეს რამის დაისწრების ბავშვობა. მე თავდანვე აღნიშნე რომ ინტეგრირებული გაკვეთილი პირველად ჩატარდა. მოგეწონათ ხო რა ინტეგრირებული გაკვეთილი. იცი მოგეწონათ როგორ მოგეწონათ. აბა მას იყო საინტერესო და სტუდენტის საინტერესო ახალი და მეტი რამე შეიძლება დავისწავლეთ როგორ ხარება შეიძლება ჩვენს რო გავიგეთ ესეთ გაკვეთილებს. მასწავლებლებასაც ამტკიცებდა ძალიან მოეწონა რომ ასეთი ინტეგრირებული გაკვეთილები ჩააბაროთ. თქვენ როგორ ვთქვით შეიძლება რომ სხვა საგანხელაც გავაკეთოთ ინტეგრირებული. ასე სიმას ქართულისა და იქ ისტორიის ურთიერთშეწყვეტა იყო მას. აქ რომელი საგანი შეგვიძლია კიდე დაგვემატებინა? გეოგრაფია შეიძლება და სამივე საგნის ინტეგრირება შეიძლება. კიდევ რა გამოვიდა? მათემატიკა არ გინდა? არა. ასევე ისტი ხო? ისტი რა არის? საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. აი ესეც გამოვიყენეთ. შესაძლოა ეს სლაიდები ნამდვილად ჩვენი გაკეთებული არ არის. ეს აი ამ ბავშვების გაკეთებულია. თეორია გამოვიყენეთ კიდე სოციალური ქსელები, Facebook-ი თუ ინტერნეტით გადმომიგზავნიდნენ
მე კორექტირებას გავუკეთებდი, ისევ გადავგზავნიდი და მართლა თავიანთი ნამუშევარი და მე მადლობა ბადრი მარსელასაც მინდა დავუხატო, რომ ესე იგი მე-7 კლასში იმდენად კარგად დასწავლა პოეზიის საწყობა, გუგლში მუშაობა, ინტერნეტში მუშაობა, რომ ბავშვებმა შესაბამისად, ხო, რა თქმა უნდა, მითითებების საშუალებით მოიძიეს და კარგი ფორმულირება გააკეთეს. ნამდვილად მადლობა აი ამისათვის. მადლობას გიხდით ბავშვებო და მე იმედი გამიჩნდა, რომ თქვენთან კიდე შეიძლება მსგავსი ღონისძიების ჩატარება, მსგავსი გაკეთებების ჩატარება, სადღაც მართალი რომ გითხრათ, მე შინა და იმიტომ რომ სუსტი კლასიაო, ასეო, ისეო, მაგრამ არაფერი სუსტი სალახად, ხო ხედავთ? ჩვენ უნდა გამოვავალთ, ხო? მე მგონი საფუძვლებს აღარდეწყვიან მასწავლებლები, რომ შემოვლენ სამასწავლებლოში, ხო? ამის დღე დასაბამი იყოს ეს გაკვეთილი თქვენ გაძლიერდებით და ძლიერი ერთადშეკრული და კარგი კლასი იქნებით, ხო? და დიდი მადლობა ძალიან მიყვარს.